მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და ეს ვიდეო იქნება ჩვენი ამ კვირის UFC კარდის, კოსტა ალენის კარდის ბეტინგ განხილვა. სანამ დავიწყებთ ვიდეოს, შეგახსენებთ რომ დავალაიქოთ, გამოვიწეროთ არხი და დამიწერეთ კომენტარები. ამ კვირის კარდამდე ჩავხედოთ განვლილ კარტს და ვნახოთ ჩვენი ბილეთები, როგორც გახსოვთ 6 ბილეთი მქონდა, არც ერთი არ წამოვიდა სამწუხაროდ. იყო რამდენიმე ბილეთი, სადაც თითო პოზიცია დამაკლდა, კი არა და თითქმის ყველა ბილეთში თითო პოზიციამ გაასხა. ჩავხედოთ მოკლედ და განვიხილოთ. პირველი ბილეთი რაც მქონდა და ორი მთავარი ბილეთი რაც მქონდა, ხუთგუშიანები, ამ ორივეში ბოლოს გაასხა ხამზატ ჩიმაევის ფინიშმა. ორივეგან მქონდა ჯოშუა ვანი და ტასურო ტაირას ჩხუბში, რომ ფინიში იქნებოდა და მეხუთე რაუნდში დააფინიშა ვანმა, როგორც ნახეთ, გავწურეთ ბოლო მომენტში, ძალიან გამიხარდა, მეგონა რომ ტიტანიკში ვიჯექი უკვე ბოლოს ხამზატის ფინიშს ძალიან ველოდებოდი, თან დაჭერილი მქონდა ეს ხამზატის 1.64 ბრძოლის დღეს უკვე ძალიან ჩამოწეული მქონდა 1.40 მქონდა და მოკლედ მეგონა რომ ყველაფერი კარგად იყო, ტიტანიკში ვიჯექი, მაგრამ სინამდვილეში პატარა ტივში ვიჯექი ისე რომ ნიჩბებიც არ მქონდა. პირველი პოზიცია პირველ ბილეთში რაც მქონდა იყო პეტ საბატინის გამარჯვება. წამოვიდა საბატინი ყველაზე მეტად ეს მეგონა მშვენივრად მოუგო. სამი რაუნდი ცდილობდა რომ ჩაეყვანა ძირს, მართალია კარგად იცავდა გომისი თავს, მაგრამ აი ამ კონტროლით გომში მაინც მოახერხა და მოიპოვა გამარჯვება საბატინიმ. მეორე პოზიცია შონ ბრედი იდეალურად წამოვიდა. რაღაც პატარა სკანდალივით იყო, თუ ნახეთ ბრძოლის დღეს ლაივში ვიყავი და ჩემთან ვინც იყავით ლაივში, ვლაპარაკობდით ამაზე ბევრს. ბრძოლამდე 3-4 საათით ადრე შონ ბრედის 1.50 კუში ავიდა 3-ზე. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ბაკლიზე წამოვიდა ძალიან დიდი ფული. როგორც გავიგე, ვიღაცას ჰქონდა მილიონები დადებული, არ ვიცი რატო, რანაირად რა მოაფიქრდა. ფიქრობდი რომ შონ ბრედის რაღაც ტრავმა ჰქონდა, გაჟონა ინფორმაციამ ხალხში, გაიგეს ამის შესახებ და მაგიტო წამოვიდა, ცოტა შევშინდი, მაგრამ იდეალურად 3 რაუნდი აკონტროლა, დაჟე 50-45 მოუგო მეორე და მესამე რაუნდი 10-8 მოუგო. დაჟე იმასაც ვიტყვი რომ 7-8 წლის წინანდელი შონ ბრედი სანამ UFC-ში შემოვიდო და მაშინ რო ეჭუბა ეხლანდელ ბაკლისთან, მაშინაც მოუგებდა. ისეთი დაბალი დონის გრაუნდ გეიმი აქვს ბაკლის და ტეიქდაუნ დიფენსი უაფშე ნოლი აქვს. მესამე პოზიცია ვანი ტაირას ფინიში გაიწურა ესეც. ტაირამ ისეთებს გაუძლო, უკვე ყველა იმედი ამოწურული მქონდა. მეგონა რომ ბოლომდე გაკაჩავდა, მაგრამ მაინც დაიჭირა, მოახერხა ვანმა, მეხუთე რაუნდში დააფინიშა და ბოლოს ეს ჩიმაევის ფინიში წაგებული 5.42 კუში. მეორე ბილეთი რაც ჰქონდა მსგავსი, სადაც შონ ბრედის მაგივრად იაროსლავ ამოსოვი მყავდა ჩასმული, ამოსოვმაც უადვილესად მოუგო, საერთოდ არაფერი არ გააკეთებინა ალვარეს, სხვა ყველაფერი იგივეა, უბრალოდ მეინ კარდი როცა დაიწყო, ამ ბილეთში რახან სხვა ბილეთები ყველა გამიფუჭდა, ამ ბილეთში გავრისკე და ჩავამატე ვოლკოვის KO ან decision-ი. 1.85 ესეც იდეალურად წამოვიდა, ამ ბილეთსაც ველოდებოდი, 10 კუშამდე ავიდა, ესეც 5 და რაღაცა იყო და ბოლოს აქაც ხამზატმა ჩააჯვა. მესამე ბილეთი პეტ საბატინი პირველი პოზიცია ისევ, აქ მქონდა რებეცკი აღებული. რებეცკიმ წააგო სამწუხაროდ, ძალიან ცუდად იჭუბა, მეორე რაუნდში 2 ნოკდაუნი ჰქონდა, შეეძლო მოეგო, მაგრამ ძალიან დაბალი ფაით IQ უაჩვენა, აქეთ ეჭირავებოდა დოლსონს და შანს აძლევდა, ერთადერთი შანსი დოლსონს რაც ჰქონდა, ძირს რო რაღაცა მოეხერხებინა რებეცკისთვის, არ მიაქცია ამას ყურადღება რებეცკიმ და მესამე რაუნდში გაიგუდა. მესამე პოზიცია აქ ჰქონდა ვოლკოვის, მესამე რაუნდიან decision-ი, ესეც წამოვიდა, 7.37 იყო. შემდეგი ბილეთი, რაშიც კიდევ არ გამიმართლა, აქაც პეტ საბატინი, როგორც თქვი, ყველაზე მეტად რაც მეგონა, წამოვიდა პეტ საბატინი. მეორე პოზიცია მქონდა ბობი გრინის, მესამე რაუნდიან decision-ი. ბობიც გამოვიდა და თავიდანვე პირველ რაუნდშივე დააფინიშა სტიფენსი საბმიშენით. ამასაც არ მოველოდი ესე ადვილად თუ დააფინიშებდა ბობი და ბოლო იყო აქაც ვოლკოვის მესამე რაუნდიან decision-ი 6.53 ეს ბილეთიც გაფუჭდა. ბოლოს ყველაზე მსუყე ბილეთი რაც იყო 16.50 პირველი პოზიცია იყო სუსურკაევის ფინიში, ეს წამოვიდა მესამე რაუნდში მოახერხა სუსურკაევმა, თავიდან ძალიან ცუდად დაიწყო, პირველი რაუნდი საერთოდ წააგო, მაგრამ მერე ამოუკაჩა, მესამე რაუნდში ჩაიყვანა ძირს და დააფინიშა. მეორე პოზიცია მქონდა ამოსოვის მესამე რაუნდიან decision-ი, აქ მეგონა რომ ძირითადად ეჭირავებოდა და
ვერ დააფინიშებდა ძირს, მაგრამ მოახერხა ამოსულმა და მეორე რაუნდში საბმიშენით დააფინიშა ალვარეზი, ამიტომ ეს პოზიცია გაფუჭდა. შემდეგი პოზიცია რაც ჰქონდა იყო ატება გოტიეს პირველი რაუნდის KO. ესეც გაფუჭდა, იმიტომ რომ გოტიემ პირველ რაუნდში ვერ მოახერხა ოზი დიაზის დამარცხება, მეორე რაუნდის დასაწყისში დააფინიშა. მესამე პოზიცია იყო ვოლკოვი აკოსტას ჩხუბში, რომ დესიჟენამდე მივიდოდა ჩხუბი, ეს წამოვიდა 1-48 და ბოლოს მქონდა ხამზატ ჩიმაევიც საბმიშენიან დესიჟენი წააგო, რა თქმა უნდა, ხამზატმა. საბოლოო ჯამში ამ ერთი ბილეთის გარდა სხვაგან თითო პოზიციამ გაასხა. ამ კვირის კარტს რაც შეეხება და საერთოდ ჩვენ ბეტინგ ვიდეოს ეხლა გადავწყვიტე, რომ ესე ჩემი ბილეთები აღარ გამოფინო ხოლმე, აღარ გაჩვენებთ ხოლმე რა მაქვს ზუსტად დადებული. როგორც იცით, ვაკეთებ ხოლმე პროგნოზებს მთლიანი კარდისთვის და ბეტინგ ვიდეოსთვის. ჩავხედავ მთლიან კარტს, ყველა მებრძოლს და ყველა ბრძოლაში პოზიციას და ვილაპარაკებ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რაც მგონია, რომ შეიძლება დაიწეროს ბილეთში. გეტყვით იმას, რაც უფრო მეტად მგონია და ასევე იმას გეტყვით, რაც ნაკლებად მგონია და რაც საერთოდ არ მგონია, საერთოდ არ შევეხები მაგას და მაგაზე ვაფშე არ ვილაპარაკებ. დავიწყოთ მოკლედ ჩვენ ამ კვირის კარტზე ლაპარაკი. ქვემოდან დავიწყებ და ნელ-ნელ ზევით ავყვები. პირველი ჩხუბი რაც მომწონს არის დანიელ ბარესა და ლუის გურულეს შორის. აქ ერთნაირი კოეფიციენტები გქონდა. პრედიქშენის ვიდეო როცა ჩავწერე, მაშინაც 1.88 გქონდა ორივე მებრძოლისთვის. ეხლა როგორც ხედავ 2.18 აქვს ბარეს, გურულე ფავორიტი გახდა, 1.66 აქვს. როგორც ჩანს, გურულეზე მოდის ფული, თუმცა მგონია, რომ ბარეზი შეძლებს მოიგებს ამ ჩხუბს. ბარეზის სტრაიკინგი ძალიან მომწონს, ასევე მიქსავს ტეიქდაუნებს. რაღაც პონჩი მსგავსი სტილის მებრძოლები არიან, უბრალოდ სულ ოდნავ მგონია, რომ ბარეზი უკეთესი მებრძოლია. პირველ რაუნდს მგონია, რომ მოიგებს და ფინიშის შანსი თუ იქნება ამ ბრძოლაში, თუ ვინმეს დააფინიშებს, ჩემი აზრით ბარეზი დააფინიშებს გურულეს. ფიქრობ დესიჟენამდე თუ მივიდა, მესამე რაუნდი შეიძლება მოიგოს გურულემ, თუმცა მაინც მივენდობი ბარეს და ბარეზის ერთიანი ან უბრალო მოგება მგონია ამ ჩხუბში. თან მით უმეტეს ახლა კოეფიციენტის მოემატა და ძალიან კაი პოზიცია მგონია. შემდეგი ჩხუბი და შემდეგი პოზიცია რაც მომწონს არის კეტლინ ვიეირასა და ჟაკალინ კავალკანტის ჩხუბი. ვინც უყურეთ ჩემ პროგნოზებს, გეცოდინებათ კეტლინ ვიეირას პიკი გავაკეთე, თუმცა ვამბობ ხოლმე სულ და ეხლაც ვიტყვი, რომ ეგ პროგნოზები უბრალო პიკებია და ბეტინგ პიკები საერთოდ განსხვავდება მისგან და ზუსტად აქაც თუ ამ ჩხუბიდან რამის აღება შეიძლება, აქედან ავიღებდი კავალკანტის მესამე რაუნდს ან დესიჟენს. ორი აქვს ჩემთან კოეფიციენტი კავალკანტის მესამე რაუნდს ან დესიჟენს. ეს ორივე მებრძოლი არც ერთი არ არის ფინიშერი, კავალკანტის ყველა დესიჟენი აქვს UFC-ში და აგერ ვიეირასაც ბოლო 7 ჩხუბია, სულ დესიჟენები აქვს. ფიქრობ გადაწყვეტილებამდე აუცილებლად მივა ეს ჩხუბი და 1.54 აქვს ისე კავალკანტის მესამე რაუნდის ან დესიჟენით, კარგად ეზრდება კოეფიციენტი. თუ აღება იქნება, ამ ჩხუბში ავიღებდი კავალკანტის მესამე რაუნდს ან დესიჟენს. შემდეგი ჩხუბი ტუკო ტოკოსი ივან ერსლანის წინააღმდეგ. ძალიან დიდი ანდერდოგია ტოკოსი 2.48 აქვს, ახლა ერსლანს აქ 1.52 და ჩემი აზრით შეიძლება ტოკოსზე გარისკვა. ერსლანი არის ერთპიროვნულად სტრაიკერი, ტოკოსი სულ ჭიდაობს, კაი გრეპლინგი აქვს. და ვფიქრობ, რომ უნდა მოახერხოს ერსლანის ძირს გადაყვანა. დაანჩვეულებრივად მგონია, რომ შეიძლება ტოკოსმა ეს ჩხუბი მოიგოს. ფასეულობას ვხედავ ამ ჩხუბში, ტოკოსის 2.48 მომწონს და ვფიქრობ, ტოკოსის უბრალოდ გამარჯვების აღება შეიძლება. შემდეგი ჩხუბი არის ნიკოლაი ვერეტნიკოვსა და ხაუს უილიამს შორის. ყველაზე მეტად საერთოდ ამ კარტზე ყველა პიკებიდან მომწონს ვერეტნიკოვის ეს კოეფიციენტი. მგონია, რომ უნდა აჯობოს ხაუს უილიამს. ხაუს უილიამსი ცუდად გამოიყურება ბოლო ბრძოლებია. ვერეტნიკოვი არის დიდი თავისი წონისთვის, თავის ფიზიკურობას სულ კარგად იყენებს და დგომში როცა მიდის ჩხუბი, სულ კარგად ჩხუბობს. უილიამსისგან არველი ტეიქდაუნებს და თუ ამის საშიშროება არ აქვს ვერეტნიკოვს, წესით უნდა მოიგოს. ზუსტად ამიტომ ავიღებდი ვერეტნიკოვის გამარჯვებას 1.98 აქვს ჩემთან. ყველაზე მეტად საერთოდ ეს პოზიცია ამ კარტზე, ეს პოზიცია მომწონს. შემდეგი ჩხუბები უკვე მეინ კარტიდან მალკომ ველმეიკერის და ხუან დიაზის ჩხუბში, ისევე როგორც დუჰოჩოის და სანტოსის ჩხუბში, ძალიან მომწონს პრედიქშენებში რაც თქვი 1.5 რაუნდზე მეტი, უფრო თუ იქნება ფინიში ბოლოსკენ მგონია ამ ჩხუბებში. ორივე ჩხუბში 1.5-ზე მეტს აქვს 1.50 კოეფიციენტი.
კოეფიციენტი. აქ ორივე ჯგუფში მგონია რომ ჩეხაობა წავა. 4-ვე მებრძოლი ძალიან კაი სტრაიკერები არიან და ვფიქრობ თუ იქნება ფინიში, უფრო ბოლოსკენ იქნება, ან დესიჟენები მგონია. და ზუსტად ამიტომ ამ ორ ჯგუფში 1.5-ზე მეტის გარისკვაც შეიძლება და ბოლოს მეინ ივენტში ალენსა და კოსტას ჯგუფში აქაც შეცვლილი გვაქვს კოეფიციენტები. უფრო დიდი ფავორიტი იყო ალენი, ეხლა ეწია კუში 1.75 აქვს ეხლა ჩემთან, კოსტას აქვს 2. ძალიან მომწონს ალენის ეს კუში. ეხლა მგონია რომ 1.75-ზე შეიძლება გარისკვა. რა თქმა უნდა არის იმის საშიშროება რომ კოსტამ თავიდანვე დააფინიშოს, მაგრამ უფრო რაც დაუკვირდი ეხა უფრო ნაკლებად მგონია და მერე ბოლო რაუნდებში თავისი გამოცდილებით და თავისი გამძლეობით ალენმა ფიქრობ შეიძლება გადმოხაროს თავისკენ ჩხუბი და ზუსტად ამიტომ ავიღებდი ალენის გამარჯვებას. სულ ეს იყო იდეაში, ყველა იმ ჩხუბზე ვილაპარაკე, რომლებშიც მგონია რომ რაღაც ფასეულობა არის და შეიძლება რაღაცეების აღება. სხვა ბრძოლები იმდენად არ მომწონს და იქიდან გამომდინარე თუ რეებიც ვილაპარაკე, შეიძლება რაღაცეების გადაბმა, ეგ უკვე თქვენთვის მომინდვია. წარმატებები ყველას და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace out.